ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. მიზანი საქართველოში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარების მხარდაჭერა. ამისათვის კი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ მზადაა 100,000 სტერლინგამდე გრანტი გასცეს. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას ქართული დემოკრატიის მორიგ მხარდაჭერა დაფასებს და ამბობს, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების გაძლიერება მნიშვნელოვანია. ოპონენტებისგან განსხვავებით მხარდაჭერის ნაცვლად Deep State-ის მორიგ კვალს ხედავენ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის დაფინანსების შეჩერების შემდეგ კონკრეტულმა ჯგუფებმა სახსრების მოძიება ევროპაში დაიწყეს. თამარ ციკლაური დეტალებით. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მხარდაჭერა. ასეთია იმ საგრანტო კონკურსის სახელწოდება, რომელსაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მთავარი კრიტერიუმი ორგანიზაციებისთვის არაკომერციულობა და საქართველოში ოპერირების უფლება. როგორც გამოქვეყნებული ინფორმაციაშია ნათქვამი, კონკურსის მიზანი საქართველოში არჩევნების მაღალი სტანდარტის დაცვით ჩატარების მხარდაჭერაა, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვას მოსახლეობის ყველა ფენა უპრობლემოდ შეძლებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველ ორგანიზაციებს ბრიტანეთის საგარეო უწყება 100,000 ფუნტ სტერლინგამდე ოდენობის გრანტების მისაღებად შესაბამისი პროექტების წარდგენისკენ 25 აპრილამდე მოუწოდებს. გასულ წელს საქართველოში ეროვნული არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი აკვირდებოდა. მათ ანგარიშში გამოვლინდა რიგი რეკომენდაციები. წელს დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების წინ ეფექტური საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისია კრიტიკული იქნება იმის შესაფასებლად, რამდენად იქნა შესრულებული ეს რეკომენდაციები. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს EUTHOS საერთაშორისო მონიტორინგის მისიის გაგზავნას 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე, მაგრამ ჩვენ ასევე ვაღიარებთ ადგილობრივი საარჩევნო დაკვირვების მნიშვნელობას. Deep State აქტიურობს. Deep State-ის კვალს ხედავს მმართველი გუნდი დიდ ბრიტანეთში ქართული არჩევნების ჩატარების მხარდაჭერის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ახალი წყაროს გაჩენის მიღმა. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების შემდეგ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ ქვეყნიდან დაფინანსება შეეზღუდათ, ახლა ამ დაფინანსების მოძიება კონკრეტულმა ძალებმა ევროპის კონტინენტზე დაიწყეს და ამის მაგალითია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსიც. Deep State შესწავლილია ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ამ ფონზე Deep State შეესწება ევროპული სტრუქტურები გამოიყენოს კიდევ უფრო აქტიურად იგივე პროცესების არსამართად, რომლებიც წარიმართებოდა გასული წლების განმავლობაში. ხედავთ, რომ მაგალითად გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ისვედი ახლა ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ. ბრიტანული სტრუქტურები უბრალოდ გამოიყენება იმისათვის, რომ Deep State-მა საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და როდესაც Deep State-ის ინტერესები უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე დავდგებით ეროვნული ინტერესების სადარაჯოს. განსხვავებულია ოპოზიციური სპექტრის შეფასებები. ამ პოლიტიკურ ფლანგზე ქართული არჩევნების მხარდაჭერის სახელწოდებით ბრიტანულ კონკურსს საქართველოში დემოკრატიის მორიგ მხარდამჭერ აქტად მიიჩნევენ და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ უცნობია მიიღებენ თუ არა თავად მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ამბობენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების გაძლიერება. ნებისმიერი სახით არჩევნების დაკვირვება ან წინასაარჩევნო გარემოს შეფასება არის პოზიტიური მიდგომის მატარებელი ჩვენთვის, ჩვენ დასავლელი პარტნიორების მიერ. უბრალოდ აქ დგას მეორე საკითხიც, რომ არჩევნების იდეა და ზოგადად მომავალი არჩევნები ძალიან რთულად წარმომიდგენია ამ ქვეყანაში, ამ ვითარებაში, სადაც არის პოლიტიკური რეპრესიები, პარტიების გაუქმება, პოლიტიკურ ლიდერებზე ძალადობა. სანამ არჩევნები ტარდება საქართველოში რაღაცა ტიპის მანამდე იქნება დასავლური დახმარება არჩევნების ჩატარებაში და ბიზნეს ივანიშვილი თუ აპირებს, რომ გააუქმოს ზოგადად ქვეყანაში არჩევნები, შეუძლია გამოვიდეს და გამოაცხადოს, რომ არჩევნები საქართველოში აღარ ჩატარდება და მაშინ გასაგები იქნება, რომ არც არავის არ ექნება არანაირი мотиваცია, რომ არჩევნების ჩატარებაში დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას. ნებისმიერი ასეთი ტიპის დახმარება არის მისასალმებელი, რადგან ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყვნენ ძლიერი ორგანიზაციები და ბუნებრივია, მხოლოდ შეგვიძლია მივესალმოთ ნებისმიერი ასეთი ტიპის დახმარებას. მით უფრო, როდესაც მკაფიოდ წერია ამ განცხადებაში, რომ ეს დაფინანსება და ეს დახმარება რა თქმა უნდა კრძალავს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას.
მმართველი გუნდი სრულად იზიარებს პრემიერ-მინისტრის პოზიციას და ამბობენ, რომ მსგავსი საგრანტო კონკურსების დაწყება ახლა უკვე ევროპული ქვეყნებიდან მხოლოდ ერთი მიზეზითაა განპირობებული, რომ კონკრეტულ ძალებს კვლავ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები აქვს საქართველოში და ამ მიზნისთვის ხდება მესამე სექტორისთვის დამატებითი ფინანსების მოძიებაც. თუმცა ქართულ ოცნებაში ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობებში საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, მაშინ, როდესაც ოპოზიციური სპექტრის მთავარი მოთხოვნა ახლა სწორედ ესაა. უკვე აი ამ უსამშობლოების უცხოელი პატრონებიც კი მიხვდნენ, რომ აზრი არ აქვს და საფუძველი არ არის, რომ საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს და ამიტომ გადაერჩნენ უკვე ადგილობრივ არჩევნებზე. ეს კარგია, იმედია ადგილობრივებიც გაიაზრებენ, რომ მათი პატრონები უკვე მიხვდნენ ამას და დასკვნაც გამოიტანეს. რაც შეეხება მეორე ასპექტს, ეს არის, რომ USAID ჩაანაცვლა უკვე, ასე ვთქვათ, ბრიტანულმა ფონდებმა. ფაქტია, ვიცით, ვინ რას წარმოადგენს, ვინ რისკენ იღწვის, ეს არის ისევ ქაოსი, არეულობა და რევოლუციური სცენარები დათესონ ადგილობრივ არჩევნებზეც. არა აქვს მნიშვნელობა, USAID იქნება, ნებისმიერი სხვა სახელი იქნება, ამ მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, თავარია თანხა მოდის, საწვავი მოდის იმ აგენტურული ქსელისთვის, რომელიც აქ მოქმედებს იმ ეგრეთ წოდებული NGO-ების სახით და იმ ეგრეთ წოდებული ვითომ პარტიების სახით, კოლექტიური ნაცმოძრაობა მაქვს მხედველობაში, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართებაში. ფაქტია, რომ ის ინტერესი, ის ბოროტი ინტერესი, რასაც ქვია ჩვენი სახელმწიფოს პროქსი სახელმწიფოდ გამოყენება, ასევე პროქსი ომის საწარმოებლად, ძალაშია, აქტუალურია და აქტუალური იქნება მანამ, სანამ ის დამანგრეველი ომი არ დამთავრდება ევროპის კონტინენტზე. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველების მიერ წარდგენილ პროექტებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო 25 აპრილამდე ელის. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან ქართულ არჩევნებსა და საარჩევნო პროცესს ბრიტანული დაფინანსებით 2025 წლის მაისიდან დეკემბრის ბოლომდე.